მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემაზე. სანდო არის თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი? ნახეთ, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, ეგრეთ წოდებული ან წოდებული პადრუგები, მეგობრება წოდებული მეგობრები. და მოკლედ, ყველა ის ადამიანი რამდენად ამართლებს ხომ სანდოობის სტატუსს თქვენი მხრიდან. შევამოწმოთ და ვნახოთ, მაგრამ რადგან ამოწმებთ ადამიანს, ესე იგი გაქვთ ამის მიზეზი, ეს კი სადღაც არის. წყალქვეშა ქვები და გინდათ რომ შეამოწმოთ ეს ნამდვილად თქვენი ეჭვებია თუ ესე იგი ეს ყველაფერი სიმართლეს ემსახურება და ადამიანი არც თუ ისე სანდო არის, ვიზეც ახლა თქვენ ჩაიფიქრებთ, შეგიძლიათ პრინციპში სამივე ვარიანტი დააკავოთ, თუ ეს თქვენთვის საინტერესოა. ასევე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია YouTube არხი გამოიწეროთ პირველ რიგში, იმიტომ რომ არ დაკარგოთ და მუდამ თვალთახედვაში გყავდეთ და გქონდეთ ჩემი საჯარო გაშლები, პლუს ლაიქ, დისლაიქ, ეს არის უმნიშვნელოვანესი სიმბიოზისთვის. ძალიან კარგი არის, როდესაც ნებისმიერ თქვენს ემოციას ხატავთ ჩემს YouTube არხზე ნინოლეჟავა, იმიტომ რომ ეს აჩვენებს თქვენს აქტივობას, რაც უფრო მეტი აქტივობა, მით უფრო მეტი იქნება ინტერესი და ჩართულობა ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა. კომენტარები კი welcome თქვენი კეთილინება, დატოვებთ კომენტარს, არ დატოვებთ კომენტარს, მე მათი კითხვა ყოველთვის მსიამოვნებს და მე მათი პასუხებიც შეძლებს დაგვარად პასუხს თუ ვერ გცემთ, ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ ემოციას, გულებს გიწერთ ხოლმე, იმიტომ რომ გაჩვენათ, რომ ვკითხულობ, მომწონს, მსიამოვნებს თქვენი ჩართულობა და მოკლედ აი ესე ხელი ხელს ბას და მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ. სანდოა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ. სანდოა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ. სანდოები არიან თუ არა ეს ადამიანები, ვარიანტი პირველი. ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე, სულ სამი ვარიანტი გვექნება და ჩვენ ახლა შევამოწმებთ ადამიანებს სანდოობაზე. რამდენად სანდოები არიან ეს ადამიანები. ამ შემთხვევაში მეგობრებო, მე არ გამოვიყენებ არანაირ არც ნატურალურ ქვას, არც არანატურალურს, არაფერს არ გამოვიყენებ, უბრალოდ ესე იქნება სამი ვარიანტი. დახუჭეთ თვალები, დაინახეთ კონკრეტული ადამიანი და დასვით კითხვა. სანდო ხარ თუ არა? სანდო ხარ თუ არა? და როდესაც თვალებს გაახელთ, აუცილებლად ის ადამიანი კონკრეტულ არკანს მიიწებებს თავისი სანდოობითა თუ ნაკლებ სანდო ენერგიებით, ხო? სანდო ხარ თუ არა? სანდო ხარ თუ არა? და ვიწყებ ვარიანტი პირველი, twins ვერ ასარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და ისე აერჩიოთ, ხო? სანდო არის თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი? პირველი ვარიანტი. შეგეტყვით, რომ ეს ადამიანი საკმაოდ სანდო ადამიანი არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ არც თვითონ არ მოგცემთ საშუალებას და მისცემთ საშუალებას უბრალოდ ადამიანებს, რომ მისი ამ ადამიანს აქვს მაღალი პასუხისგებლობა, ხო? პრინციპში მაღალი პასუხისგებლობა შესაძლებელია სანდოობას ესე არ აჩვენებდეს როგორც ასეთი, ხო? მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდოთ. მაღალი პასუხისგებლობა ეს არის ასევე დახმარება რთულ და მძიმე დროს, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ. ეს არის გამოცდილი ადამიანი, კონკრეტული გამოცდილებით. ადამიანს ბევრი უნახავს ცხოვრებაში, ბევრი ტკივილიც გავლია, ბევრი იმედგაცრუებაც გავლია და შესაბამისად შეიძლება ენდოთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც თითქოს ყველას არიყენებს გვერდით და ძალიან ინტენსიურად ფილტრავს ადამიანებს თავის რეალობაში და ყველას ნამდვილად არ შემოუშვებს იმ თავის ვიწრო წრეში, რომელიც მას ყავს, ხო? რეალურად როგორ ბევრ ადამიანთანაც არ უნდა ურთიერთობდეს, ამ ადამიანს ყავს სულ რამოდენიმე ადამიანი, ვისაც უფრო მეტად ენდობა და უხსნის თავის სამყაროს. სანდო არის თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი? კი, ეს ადამიანი ნამდვილად არის სანდო, შეიძლება თავისი ძალიან ისეთი რთული ხასიათი ქონდეს. ანუ მარტივი ასატანი ადამიანი არ არის, ხვდებით ხო, რისი თქმა მინდა? არ არის მარტივი ასატანი ადამიანი, ყოველთვის თავისი პოზიცია აქვს, ყოველთვის თავისი
სიმართლე აქვს, თავისი თვალსაჩინო აქვს, ეს არამდულად არ არის ცუდი. პირიქით, ჩვენ ადამიანები იმიტომ ვართ, რომ არა ერთმანეთს დავატოლოთ ჩვენი სიმართლეები, არამედ იმიტომ, რომ ჩემი სიმართლე შენ სიმართლესთან ახლოს არის, ანუ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენი ვიბრაციები, ენერგიები ერთმანეთს ემთხვევა და შესაბამისად ჩვენ ამიტომ ვართ კარგი მეგობრები, ხომ? ამიტომ სანდოობის ნაწილში მე გეტყოდით, რომ შეგიძლიათ ენდოთ თქვენთვის რამდენად სანდოა ეს ადამიანი. პენტაკლების პაჟი. ენდეთ ამ ადამიანს. ენდეთ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად გაგიხსნით სულს და გულს, თუ ჩაგთვლით საჭიროთ, რომ ეს სული და გული გაგიხსნათ, ხომ? თუ ჩათვლით საჭიროთ იმას, რომ მოგიშვათ ახლოს თქვენთან. ეს იქნება ძალიან კარგი და ძალიან ერთგული მეგობარი, მიხვდით ხო? მაგრამ ძალიან ფრთხილად არჩევს ადამიანებს. ძალიან ჭკვიანი ადამიანი, შეუძლია იყოს ცბიერი, თქვენ წარმოიდგინეთ, შეუძლია იყოს ძალიან ოხერტიანი, ხო? ძალიანთან, იმიტომ რომ გამოცდილება აქვს ადამიანს. შეუძლია არ დაგანახოთ და ოსტატურად დამალოს, თქვათ, თავისი იმ მომენტში გარკვეული გრძნობები და ემოციები, ხო? მაგრამ ისეთ დროს დაგახვედროთ და ისეთ დროს გაგრძნობინოთ, რომ თქვენთანაც ვერ მიხვდეთ, ხო? მაგრამ თუ ადამიანს ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ კეთილგანწყობა, ადამიანი ნამდვილად გაგიზიარებთ, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ ენერგიას, გაგიზიარებთ საკუთარ რჩევას, შეუძლია არის იმის გამკეთებელიც, რომ ვთქვათ, აიღოს საკუთარ თავზე ის რაღაცა პრობლემა, რომელსაც შესაძლებელია თქვენ ვერ ჭრით, ან ყოველ შემთხვევაში დაგეხმართ მის გადაჭრაში, ასე რომ სანდოობა აქ არის აქ სანდოობა, თუმცა ძალიან რთული ხასიათების მიღმა. ვარიანტი მეორე, სანდო არის თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი, კვერთხების დედოფალი. კვერთხების დედოფალი, ეს არის ქალი, რომელსაც აქვს დაუშრეტელი ენერგია, რომელიც არის, რომელთან ურთიერთობა გსიამოვნებს, რომელთან ურთიერთობა მოგწონს, იმიტომ რომ ამ ადამიანს შეუძლია რომ გადაგდოს პოზიტივი, გადაგდოს მოტივაცია, გადაგდოს კარგი ენერგიები, მოგცეს. ნახეთ, ეს არის შემდგარი ადამიანი, პირველ რიგში ეს შემიძლია გითხრათ. ეს არის საკუთარ თავში დარწმუნებული შემდგარი ადამიანი, პირველ ვარიანტს თუ ცოტა მიუხედავად საკუთარი ძალიან დიდი გამოცდილებისა და ძალიან ბევრი გავლილი, ვთქვათ, გამოცდისა, ხო, რაღაც მომენტებში მაინც თითქოს თვით შეფასება მაინც და მაინც ადგილზე არ აქვს, ხო, იმიტომ რომ მაინც მერყეობს საკუთარ თავთან, საკუთარ სამყაროსთან და საკუთარ რეალობასთან. არ არის იმდენად სტაბილური, მაგრამ მეორე ვარიანტი გეტყვით, რომ ნამდვილად ესეთი ჩამოყალიბებული ადამიანია, ძალიან გასაგები, ცხოვრებისეული შეხედულებებით, თვალსაჩინო მისი არ დაგიმალავთ ეს ადამიანი, არ დაგიწყებთ რაღაცა კუკუ ლალალას პეპერში მოფერებას და ასე შემდეგ. ანუ რასაც გრძნობს და როგორც ხედავს და როგორც განიცდის, მთელი ვნებით აჩვენებს ამ ყველაფერს, მიხვდით ხომ, რაც რა თქმა უნდა შეიძლება მაგრამ ყველას არ შეუძლია ამ ადამიანთან თანაურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლებელია ფიქრობდეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც რაღაცა ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვს, ხო, პირიქით, ან ძალიან ამპარტავანია, ეგოისტია, ხო? ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, თუ კი ვინმეს რაიმე არ მოსწონთ, ხო, მეორე ვარიანტის ტიპის ადამიანში, ხო, ესე იგი თვითონ ვერ ბედავს, თვითონ ვერ აკეთებს, თვითონ აქვს დაბალი თვითშეფასება და ატრიგერებს, ანუ აღიზიანებს ისეთი ადამიანი, რომელიც თავისუფალია, გახსნილია და ესე იგი საკუთარ სივრცეს, საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, ემოციებს, სხეულს პატივს სცემს, ხო? ამიტომ ეს არის ქალი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ქალი არის, ქალი ჩაიფიქრეთ აქ, ეს არის ადამიანი, რომლის ნდობაც როგორი რაღაც არის, იცით, შეიძლება, იმიტომ რომ ამ ადამიანს ეს ადამიანი როგორც პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტშიც იგივე შემიძლია გავიმეოროთ, რომ შეიძლება გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ეხვიოს, მაგრამ რეალურად სახლში სულ ერთ-ორ ადამიანს უშვებდეს, ხო? ანუ ძალიან ვიწრო წრე ყავდეს მეგობრების, იმდენად ვიწრო წრე, რომ აი
წარმოუდგენლად ვიწროწრე და სულ არის რამოდენიმე ადამიანი, რომელთანაც ამ ადამიანს შეუძლია რომ ესე გაიხსნას, თავისუფალი იყოს და სხვებთანაც იხსნება, კი ბატონო, ხო, მაგრამ აი ეს თვითონ აი ეს ორგანული რაც არის მისი, ხო, მისი ხასიათი, მისი შეიძლება სხვა ადამიანებთან უფრო მეტად თავდაცვის პოზიციაში იყოს, მაგრამ აი ვისთანაც აი ამ აბჯარს იხსნის და ვისთანაც ისეთია, მოდი ასე ვთქვათ, შიშველი ყველაფრის გარეშე, ესეთი ადამიანები მას ძალიან ცოტა ყავს. ხვდებით ხომ, ამიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქმედებებზე არის პასუხისმგებელი ნამდვილად. რამდენად სანდოა თქვენთვის? მოდი ვნახოთ, რამდენად სანდოა თქვენთვის კონკრეტულად. პენტაკლების რაინდი. ნახეთ, პირველში იყო პენტაკლების პაჟი, თქვენთან არის პენტაკლების რაინდი. აი წარმოიდგინეთ, პაჟი სანდოობაში ამოვიდა პირველი ვარიანტისთან მიმართებაში. თქვენთან უკვე რაინდი. ანუ მე გითხარით, რომ პირველი ვარიანტი გვანან ერთმანეთს რაღაცით, მაგრამ პირველი ვარიანტი არ არის თქვენდანაც სტაბილური თავის პოზიციებში, რამდენადაც მეორე. და თან იქ პაჟი ამოვიდა და აქ უკვე რაინდი ამოვიდა. შეიძლება თუ არა ამ ადამიანის ნდობა. შეიძლება აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს არის ჩამოყალიბებული ადამიანი, ჩამოყალიბებული აზრებით, ჩამოყალიბებული მისწრაფებებით, ძალიან კარგად აქვს გადანაწილებული საკუთარი დრო, რესურსი, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ პატივს ცემს საკუთარსაც და ვფიქრობ, რომ სხვისასაც პატივს ცემს ნამდვილად და ეს არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტად თანამოაზრებთან არის მოკლედ თუ თანამოაზრე იპოვა მეორე ვარიანტმა, ნამდვილად ბევრის მიცემა შეუძლია და ბევრის მიღება შეგიძლიათ თქვენ. მიხვდით ხომ თქვენთან მიმართებაში? კი ბატონო, შეიძლება სადღაც ბოლომდე გახსნილი არ არის ისე როგორც ვთქვათ, აი იმ ძალიან ერთეულ ადამიანებთან, ხო? ყველას არ ეხება ეს ვარიანტი, მაგრამ გეტყვით რომ დობის ნაწილში კი ბატონო, შეიძლება მეორე ვარიანტის დობა და ენდეთ. არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ესეთი სიყვარულის ენა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს, როგორ იცით, საჩუქრების კეთება უყვარდეს სხვადასხვის. მე მაქვს ესეთი სიყვარულის ენა. მე მიყვარს საჩუქრების გაკეთება, ადამიანების გახარება მიყვარს ძალიან, ხო? არის არ ვენანება ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანებისთვის და მეგობრებისთვის საჩუქრები და მათი გაბწყინებული სახეების დანახვა. ესეთი სხეულის ენა მაქვს. უпростоრად საჩუქრების ასეთი ენა მაქვს და ხო, სხეულის ენაც ასეთი მაქვს. მიყვარს ადამიანების გახარება და სულ ვუწვდი აი ამ საჩუქრებს, რომ მათი ბედნიერი თვალები დავინახო და მე ამით ბედნიერდები უსაზღვროდ. საერთოდ არ მაინტერესებს იმ მომენტში ვინ რას ხედავს, როგორ და რანაირად. მე ამით ბედნიერი ვარ. ასე რომ შეიძლება ამ ადამიანის ნდობა ნამდვილად, იმიტომ რომ ესეთია სტაბილურია იმათთვის, სოციალში ბევრისთვის შეიძლება გარეგნულად, აი ვინც უფრო ესეთი ზედაპირულად უყურებს ამ ადამიანს, შეიძლება გარეგნულად რაღაც არასტაბილური ადამიანი მოეჩვენოს, ან ესეთი ცვალებადი, მაგრამ მეგობრებო, დამიჯერეთ, მეორე ვარიანტი თუ მოგიშვათ თქვენს რეალობაში და შემოგიყვანათ, იქნება სტაბილური, დაგიდგებათ გვერდით, მოგცემთ ძალიან კარგ რჩევებს, არასოდეს არ დაგზარდებათ, რომ დაგიდგეთ გვერდით და მოკლედ ძალიან კარგი სამეგობრო ვარიანტია მეორე ვარიანტი და ახლა გადავედით მესამე ვარიანტზე. სანდო არის თუ არა ეს კონკრეტული ადამიანი. ცხრიანების კვერთხები რა ხდება? კვერთხები. და მესამე ვარიანტში რაღაცები არ მომწონს. და ახლა ვნახავ. სანდო არის თუ არა მესამე ვარიანტის ადამიანი, იმპერატორი. შედიანების პენტაკლები თქვენთვის რამდენად სანდოა? ექვსიანების პენტაკლები. აი აქ ცოტა არ მომწონს მიუხედავად იმისა, რომ პენტაკლები და კვერთხები სხვა ენერგია არ შემოსულა თუ ატყობთ პენტაკლები, კვერთხები. სანდოობაში რა შემიძლია გითხრათ ახლა აქ, ხო? მესამე ვარიანტი ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ აქ ჩანს როგორი რაღაც, იცი, თუ მომცემ, მოგცემ. ხვდებით ხომ? ანუ უფრო მეტად საჭიროების ნაწილი. ნახეთ? შენ თუ
ეს ადამიანი არ არის ესეთი ადამიანი, რომელიც გადაეშვება მეგობრისთვის რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად. ანუ უფრო როგორი არის, იცი, შენ თუ ჩემთვის იქნები სასარგებლო, მაშინ მე შენთვის ვიქნები სასარგებლო. აი რაღაცა ესეთი დამოკიდებულება აქვს ადამიანს. ძალიან უყვარს თავის თავი, ძალიან პრინციპულია, ძალიან ჯიუტია, ძალიან სტაბილურია, ხვდებით ხომ? ზოგადად ვფიქრობ, რომ რაღაცა ადამიანურ ემოციებს და მეგობრობას და რაღაცა მისთვის ეს არის ძალიან უნიკორნ, რაღაცა ვარდისფერი სათვალეები, ხვდებით ხომ? ზოგადად შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანებში შეიძლება ზოგადად ნაკლებად სჯეროდეს, მიხვდით ხო? განა ის რომ არასანდო ადამიანია. უბრალოდ როგორი ადამიანია, იცით, აი გრძნობებს, რაღაცა სიღრმეებში ნაკლებად ჩადეს, მიხვდით ხო? სიღრმეებში, მეგობრულ სიღრმეებში, აი ამ რაღაც ემპათია არ აქვს, აი ვიპოვე, ნაკლები აქვს ემპათია, მიხვდით ხომ ადამიანს და უფრო მეტად დისტანციურია, თვითონაც არ ყვარს დიდად გრძნობების გადმოლაგება და არც სხვისი გრძნობები რაღაცა დიდად არ აინტერესებს, მიხვდით ხო? ნახეთ, მისი პრინციპია, შენ რაც შეგიძლია მომცემე და რით იყო ჩემთვის საინტერესო სასარგებლო და მე რა შემიძლია შენ მოგცე. მიხვდით ხო, რაღაც უფრო მეტად თუ ვიფიქრებთ, რომ საქმიან ნაწილში რაიმე ერთობლივი საქმე გაქვთ, ერთობლივი პროექტი გაქვთ, ან უბრალოდ ადამიანი ჩაიფიქრეთ, რომლის სანდოობაც გაინტერესებთ პროექტების დაგეგმების გარშე, ნუ გეტყვით, რომ ადამიანი პირველ რიგში პრიორიტეტს აყენებს საკუთარ თავს. ანუ არასოდეს არ შეიწუხებს თავს, არასოდეს არ გამოვა თავის კომფორტის ზონიდან, მიხვდით ხო? იმიტომ რომ მისთვის მისი კომფორტის ზონა ძალიან მნიშვნელოვანია. ემპათია ნაკლები გვაქვს, ან საერთოდ არა გვაქვს და ნუ მთლიანობაში არის ესეთი დამოკიდებულება, შენ მე შენ. ხვდებით ხო? და კიდევ ერთხელ განმეორდები, ნაკლებად რომ ამ ადამიანს ჰქონდეს რაღაცა ზოგადად ნაკლებად სჯერა ადამიანების ერთგულების, ну შეიძლება რაღაცა თავის დროზე ესეთი გულნატკენი ადამიანია, ჩვენ მას არანაირად ესე იგი არ განვიკიცხავთ, შესაძლებელია უბრალოდ ესეთი ადამიანი რო აღარ სჯერა ადამიანების და ამ ადამიანებში უბრალოდ უყურებს ერთგვარი სარგებლის მომენტს, ხო? მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც თქვა სადღაც არ გიპასუხებს ამ სარგებელზე სარგებლით, ხო? ანუ მთლად მარტო მომეცი არ უნდა იყოს, ხო? რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ არ განვიხილავთ. ძირითად შემთხვევებში ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში რაღაცით მაინც გიბრუნებთ გაწეულ ენერგიას, ხო? მაგრამ ხო არ ვიცი თქვენ სანდოობის ნაწილში რას გულისხმობთ, ხო? ნახეთ როგორი რაღაც არის. ანუ მესამე ვარიანტი. სანდოა თუ არა ადამიანი, ვიტყოდი რომ სადღაც ალბათ თუ მეგობრობაზეა საუბარი და გრძნობებზე, ემოციებზე, ვიტყოდი რომ ნაკლებად, ხო, იმიტომ რომ თუ კი ადამიანი რაიმე საფრთხეს იგრძნობს, საკუთარ თავს ყოველთვის ეს ცუდი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავის და საკუთარი ცხვირის იქით ნამდვილად ვერ და არ დაინახავს არაფერს, იმიტომ რომ მისთვის მისი თავი არის უზენაესი, მოდი ასე ვთქვათ და თუ კი იგრძნობს თქვენიდან მინიმალურ არასაჭიროებას და არ იქნებით მისთვის საჭირო და საინტერესო, ისე ჩაგხსნით და ისე გაგწევთ გვერდზე, რომ შეიძლება თქვენ თვითონაც საკუთარ არსებობაში შეგიფაროთ, ეჭვი ვარსებობ, ხო? იმიტომ რომ ამ ადამიანს ეს შეუძლია. აი ეს არის შემოძვირფასება, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ სამივე ვარიანტში მხოლოდ ორი ენერგია გათამაშდა, პენტაკლი და კვერთხი. მთლიანობაში სამივე არჩეულ ვარიანტში საკმაოდ რთული ადამიანები ჩაიფიქრეთ, მაგრამ ვინ მეტი ემპათიით, ვინ მეტი თანაგრძნობის უნარით და ერთგულებით და ვინ ნაკლები. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.